როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობებზე, ქალების რუკაში განსაკუთრებით უფრო, ესე ვთქვათ, პრობლემატური არის ნეპტუნი მარსის ნეგატიური ასპექტი ან ნეპტუნი ვენერას ნეგატიური ასპექტი, იმიტომ რომ ითვლება, რომ ესეთ შემთხვევაში ქალები უფრო მარტივად ტყუვდებიან. ზოგადად ნეპტუნი არის ილუზია, ნებისმიერ რუკაში ეს არის ილუზია, თუ ნეპტუნის როლი არის გაცილებით ისეთი მნიშვნელოვანი რუკაში. მაგრამ ქალების შემთხვევაში უფრო რთული არის კონტროლი ზოგადად, კაცებს უფრო მეტად ისე თუ ასე კონტროლის საშუალება აქვთ, ესე ითვლება. შესაბამისად, თუ არის რუკაში ნეპტუნი მარსი, ესეთ შემთხვევაში ადამიანს რაღაც ქალს შედარებით უფრო ილუზიები აქვს, თუნდაც სხვა ადამიანის ან პარტნიორის ქმედებების შეფასებაში სხვანაირად ხედავს ამ სიტუაციას, სხვანაირად წარმოიდგენს, ეს როგორც ილუზია და თუ არის ნეპტუნი ვენერა, ესეთ შემთხვევაში გრძნობების მხრივ აქვს შესაძლოა ჰქონდეს ილუზიები კონკრეტულ ადამიანს, ქალს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ყოველთვის ხალხს გასმით იწერება, რომ ქალებს აქვთ ამ შემთხვევაში პრობლემა, ამ ასპექტი თუ ეს ასპექტი აქვთ რუკაში. შესაბამისად, ესეთი ადამიანები უფრო მალე ტყუვდებიან, იმიტომ რომ აქვთ უფრო მეტად იდეალისტური მიდგომა სიყვარულთან, ზოგადად პარტნიორობასთან და შესაბამისად წარმოიდგენენ ან გეგმავენ, აგებენ რაღაც კონკრეტულ კოშკებს, ყველაფერს უყურებენ უფრო მეტი ოპტიმიზმით, უფრო იდეალისტურად და შესაბამისად აქედან მოდის პრობლემები. ეს, რა თქმა უნდა, ხდება მაშინ, თუ არის ნეგატიური ასპექტი, ნეპტუნი ვენერასი ან ნეპტუნი მარსის. ესეთ ადამიანებს მაქსიმალურად სჭირდებათ ყურადღება ურთიერთობაში, მაქსიმალურად ვისაც ეს ასპექტები გაქვთ რუკაში, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ურთიერთობაში, უფრო მეტად შეიტანოთ, ესე ვთქვათ, გაანალიზოთ ყველაფერი ცივი გონებით, არა აგოთ ოცნების კოშკები, გაამართლებთ ყოველთვის არა და ხშირად პარტნიორის რაღაც არასწორ ქმედებებს, ეცდებით რომ მოუძებნოთ გამართლება, მაქსიმალურად ეცადეთ ყველაფერი ობიექტურად შეაფასოთ. თუ თქვენ თვითონ ამას ეს არ გამოგდით, ან მაგალითად არ ხართ დარწმუნებული რამდენად გამოგდით, შეგიძლიათ დაიხმაროთ მეგობარი, რომელსაც ექნება უფრო მეტად ობიექტური ხედვა, ზოგადად, აქ მიწის სტიქი ან შედარებით უფრო ობიექტური ნიშნები დომინანტი, ან სტელიუმი. და დაიხმაროთ სხვა ადამიანები ობიექტურად შეფასებაში, იგივენაირად კომპენსაცია იქნება ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელიც არის უფრო შემოქმედებითი, უფრო ხელოვანი ადამიანი, ესეც, ესე ვთქვათ, შეამცირებს რისკს.